სპორტულ ბიატლსა და ტრიატლში ღია პირველობის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სამდღიანი შეჯიბრი დასრულდა. ტურნირის მიმდინარეობას ტრიატლონის ევროპის კავშირის წარმომადგენელი აკვირდებოდა. 300 მეტრიან მანძილზე ცურვა, 8 კილომეტრიანი ველო მარშრუტი და 3 კილომეტრიანი სარბენი ბილიკი. ეს ის სპორტული ბარიკადებია, რომელთა გადალახვასაც 37 სპორტსმენი ცდილობდა. ბათუმის ბულვარი უკვე მესამე დღეა სპორტულ ბიატლსა და ტრიატლში ღია პირველობას მასპინძლობს. გათამაშებამ სტარტი 21 ივნისს აიღო და დღეს კი დასკვნითი ეტაპი ტრიატლში გაიმართა. 2 დღის განმავლობაში ვატარებდით საერთაშორისო ჩემპიონატს ბათუმი Open. ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, საკითხია და ბავშვები რო იწყებენ სროლას, ცურვას და სირბილს, მე მგონი ამაზე ადვილი არაფერი არ არის. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენებთან ერთად შეჯიბრებაში ბრიტანელი და სომეხი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ტურნირის მიმდინარეობას ტრიატლონის ევროპის კავშირის წარმომადგენელი აკვირდებოდა. მოხარული ვარ, რომ ბათუმში ვარ. მე ტრიატლონის ევროპული კავშირიდან გამომგზავნეს და ჩემი ვიზიტის მიზანია საქართველოს ტრიატლონის ფედერაციის მუშაობას გავეცნო. აქ არის მშვენიერი ზღვა და პლაჟი ამ თამაშის გასავითარებლად. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ტურნირზე ვნახე და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს გაიზრდება როგორც მონაწილეთა რაოდენობა, ისე ტრიატლონის ხარისხი. თქვენ ნამდვილად გაქვთ ამის პოტენციალი. ჩემპიონატის გამარჯვებულები მედლებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. საპრიზო ადგილების მფლობელები ამბობენ, რომ სპორტული დაბრკოლებების გადალახვა რთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. ბათუმში პირველად ვარ და მონაწილეობას ვღებულობ ტრიატლონში, რაც შემეძლო მაქსიმალური გავაკეთე და პირველი ადგილი დავიკავე.